პრინცი ძალა და ყველას მიმართ იყოს სამართლის ნორმები გამოყენებული, ხო? ერთი მხარია, მეორე მხარია. რა მნიშვნელობა აქვს იძალა და მოეთხოვოს პასუხი. არა, ხედავ რომ ძალმხრივია სამართლის აღსრულება, მოგწონს, იწონებ. რატომ მეორე მხარესაც თუ იყო ძალადობის ნიშნები, იმას რატომ არ უნდა მოეთხოვოს პასუხი? ეს არის სამართლიანობა? ეს ხომ უსამართლობის ხელშეწყობა, წაქეზება და ეს ხომ არის სიმართლის ღმერთის ღალატი ჩვენი მხრიდან. როდესაც სუბიექტურნი ვართ, ჩვენი შინაგანი სიმპათიით ხელმძღვანელობთ, აგრესიით და სიძულვილით ვართ გაჟღენთილი და თუ ხედავთ, რომ ჩვენი საწინააღმდეგო პოზიციის ადამიანები იჩაგრებიან, ეს შეიძლება. ამას გაამართლებ. მაგრამ შენი პოზიციის ადამიანი თუ დაიჩაგრა, მცირედითაც კი, როგორ გაუბედეს, როგორ შეიძლება, ეს კანონით ეს აკრძალულია და მაქსიმალური კაცრი სასჯელი უნდა იქნას გამოყენებული ასეთი უსამართლობის წინააღმდეგ. სად არის ეს არის სამართლიანობა? ეს არის შერჩევითი სამართლიანობა. ღმერთზე რას ამბობენ პეტრე და პავლე მოციქულები? ღმერთთან არ არის მიკერძვე. ის არ არის შერჩევითი სამართლის შემოქმედი. ის ყველა ადამიანს თავისი განგებულების, ღვთაებრივი განგებულების შესაბამისად ყველას სამართლიანად ექცევა. რა თქმა უნდა, აბსოლუტური სამართლიანობა ამ ქვეყანაზე არასდროს იქნება, არც ყოფილად და ვერც იქნება და არც ახლა არის. მაგრამ ხომ უნდა შევინარჩუნოთ ელემენტარულად მინიმალური, სულ ცოტა მინიმალური საზომი მაინც სამართლიანობისა, რომ ჩემი სიმპათია ანტიპათიით კი არ განსაზღვრო, რა არის სამართლიანობა და რა უსამართლობა. არა, ობიექტური ღვთაებრივი თვალით შევხედო სამართლიანობის კატეგორიას.